აი წარმოიდგინეთ მე-19 საუკუნის შუა პერიოდის ევროპა. მისი რუკა ხო იცით, რადიკალურად იცვლება. სცენაზე გამოდის ორი სრულიად ახალი, ძალიან ამბიციური სახელმწიფო, გერმანია და იტალია, რომლებიც ფაქტობრივად დაარაზროზნე სამთავროებისგან შეიქმნა. ხო და დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ აღმოჩნდა ეს პროცესი ასეთი გადამწყვეტი მთელი ევროპის მომავლისთვის. მთავარი კითხვა, რომელიც ბევრს აწუხებს, ალბათ ეს არის, როგორ მოხდა, რომ ევროპის ორი, ასე ვთქვათ, დაქსაქსული რეგიონი თითქმის ერთსა და იმავე დროს გაერთიანდა და მსოფლიო პოლიტიკის უმძლავრეს მოთამაშედ იქცა. მოდით ამის გასარკვევად ორივე ისტორიას ცალ-ცალკე ჩავუღრმავდეთ. დავიწყოთ ჩრდილოეთიდან, პრუსიის სამეფოდან. ეს არის ამბავი, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით რკინითა და სისხლით დაიწერა და რომლის უკან ერთი ძალიან კონკრეტული და რკინის ნებისყოფის ადამიანი იდგა. ამ მთელი პროცესის მთავარი არქიტექტორი, სულისჩამდგმელი და შემსრულებელი იყო ოტო ფონ ბისმარკი, პრუსიის კანცლერი, რომელიც იყო, უბრალოდ გენიალური, ცინიკური და წარმოუდგენლად პრაგმატული პოლიტიკოსი, ისეთი, რომელიც მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევდა. ეს სიტყვები ხომ ხვდებით უბრალოდ ციტატა არაა, ეს მთელი მისი ფილოსოფიაა, მისი კრედო. ბისმარკი ფიქრობდა, რომ გაერთიანებაზე ლაპარაკი და დებატები დროის კარგვა იყო. არა, ეს საკითხი ბრძოლის ველზე უნდა გადაწყვეტილიყო. და მას დამიჯერეთ ძალიან ზუსტი გეგმა ჰქონდა, როგორ უნდა მოეგო ეს ომი. ბისმარკის გეგმა იცით რას ჰგავდა? კარგად გათვლილ ჭადრაკის პარტიას. ყოველი სულა წინასწარ იყო განსაზღვრული. ჯერ, რა თქმა უნდა, არმიის გაძლიერება, მერე მოწინააღმდეგეების დიპლომატიური იზოლაცია, მათი პროვოცირება და ბოლოს, როცა მომენტი დადგებოდა, სწრაფი გამანადგურებელი სამხედრო დარტყმა. და აი, შედეგიც, ეს უბრალოდ გასაოცარია. სულ რაღაც 7 წელიწადში პრუსიამ ჯერ დანია დაამარცხა, მერე თავისი მთავარი კონკურენტი გერმანულ სამყაროში ავსტრია და ბოლოს კონტინენტის ჰეგემონი საფრანგეთი. ამ გამარჯვებების ფონზე სხვა გერმანულ სახელმწიფოებს უბრალოდ სხვა გზა აღარ დარჩათ, გარდა იმისა, რომ პრუსიის გარშემო გაერთიანებულიყვნენ. ასე დაიბადა გერმანიის იმპერია. ახლა კი გადავინაცვლოთ სამხრეთით, იტალიაში. თუ გერმანიის ისტორია ერთი ადამიანის რკინისნებას ჰგავდა, იტალიის გაერთიანება ბევრად უფრო, ვთქვათ, ქაოტური, ემოციური და რომანტიკული პროცესი იყო. აქ სურათი სულ სხვანაირია. იტალიის გაერთიანებას წარმოიდგინეთ, ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფიგურა ედგა სათავეში. ერთ მხარეს ყავს კაური, ამ პროცესის ნამდვილი ტვინი, ცივი, პრაგმატული დიპლომატი, რომელიც კაბინეტებში ხლართავდა პოლიტიკურ ინტრიგებს, და მეორე მხარეს ჯუზეპე გარიბალდი, გაერთიანების გული, ცეცხლოვანი, ქარიზმატული რევოლუციონერი, რომელიც ხალხს ქუჩაში იხმობდა და ბრძოლისკენ მოუწოდებდა. და იტალიას დაბრკოლებები ნამდვილად არ აკლდა. ჩრდილოეთში ავსტრიის იმპერია ბატონობდა, ცენტრში რომის პაპს ჰქონდა უდიდესი გავლენა. თავად იტალია კი უამრავ პატარა სამეფოდ იყო დაყოფილი. ამ ყველაფრის დასაძლევად საჭირო იყო როგორც კაურის დიპლომატიური გენი, ისე გარიბალდის რევოლუციური სულისკვეთება. შესაბამისად, იტალიის გაერთიანების პროცესიც გაცილებით გრძელი და, ასე ვთქვათ, ფრაგმენტული იყო. ეს არ იყო ერთი სწრაფი კამპანია, ეს იყო დიპლომატიური გარიგებების, სახალხო აჯანყებების და სამხედრო კამპანიების მთელი სერია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ მაინც ერთიანი იტალიის შექმნით დაგვირგვინდა. კარგით, მივიღეთ ორი ახალი, უზარმაზარი და ძლიერი სახელმწიფო ევროპის ცენტრში. მაგრამ რა მოყვა ამას? როგორი მოქმედა მათი შექმნის ამ ორმა ასე განსხვავებულმა გზამ, მათსავე მომავალზე და ზოგადად მთელი ევროპის ბედზე? აი აქ ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს. გერმანია შეიქმნა ზემოდან ქვემოთ, პრუსიის სამხედრო მანქანის ძალით. იტალია კი პირიქით, ბევრად უფრო რთული პროცესის შედეგი იყო, სადაც დიპლომატიაც მონაწილეობდა და სახალხო მოძრაობაც, ანუ ქვემოდან ზემოთ. და ამ განსხვავებებმა, რა თქმა უნდა, უდიდესი გავლენა მოახდინა ორივე ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. ფაქტი ერთია. ამ ორი ახალი გიგანტური მოთამაშის გამოჩენამა ევროპის ძალთა ბალანსი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მეტნაკლებად სტაბილური იყო, უბრალოდ თავდაყირა დააყენა, ძველი წესრიგი დაიმსხვრა. და ეს ყველაფერი გვითხოვებს ერთ, საბოლოო და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას. როდესაც ევროპის რუკა ასე რადიკალურად გადაიხადა, რა უნდა მომხდარიყო შემდეგ? ხომ არ იყო სწორედ ეს ახალი, არასტაბილური ვითარება, ის ნაპერწკალი, რომელმაც საბოლოოდ მე-20 საუკუნის უდიდეს კატასტროფებს, მსოფლიო ომებს დაუდო სათავე? ეს ის საკითხია, რაზეც ნამდვილად ღირს დავითრება.